ეკოლოგიური სამართლის ცენტრი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებს. ცენტრის წარმომადგენლის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ცვლილების შედეგად სახელმწიფოსთვის გარკვეული კომპენსაციის გადახდის შედეგად დაინტერესებულ პირთან განუსაზღვრელი ვადით დაიდება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება სახელმწიფოსთვის კანონიერად ჩაითვლება. მჟავანაძის თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად გარემოს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას პრეზიდენტი ხელს მოაწერს, ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მას არაკონსტიტუციურად ცნობს და მისი გაუქმების მოთხოვნით სარჩელ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს. პიროვნება, რომელსაც ტერიტორია აქვს აღებული, რასაც შეუძლია, რაც უნდა იმას გააკეთებს. ეგეთი რამე არსად არ მოხდარა. პასუხისგებლობისგან გაათავისუფლო პირის სისხლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული ყოველად გაუგონარი ფაქტია. და ამას გარდა ამ აღნიშნული ცვლილებების თანახმად მაკონტროლებელ ორგანოებსაც ჩამოერთვა ფუნქცია, ანუ ვერავინ ვერ გააკონტროლებს იმ ტერიტორიებზე, რა საქმიანობენ ისინი. მოუწოდებთ პრეზიდენტს ვეტო დაადოს პარლამენტის ამ კანონპროექტს და ხელი არ მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად საკონსტიტუციო სარჩელს შევიტანთ და გავასაჩირებთ ამ გადაწყვეტილებას.